მასწავლებელი სასერტიფიკაციო გამოცდა ფიზიკაში 2019 წლის ივლისი ამოცანა ნომერი 15. ნახატზე მოყვანილ PV დიაგრამაზე გამოსახულია მოცემული მასის იდეალური აირის 4 მდგომარეობაო და რომელ ორ მდგომარეობაში შეიძლება იყოს ტოლი აირის ტემპერატურა, გვეკითხებიან. კარგი, რადგანაც მოცემული მასის იდეალურ აირზეა საუბარი, მოდით ჩავწეროთ კაპეირონ მენდელეევის იდეალური აირის მდგომარეობის განტოლება. PV უდრის ნიუ RT-ს. და ჩვენ გვაინტერესებს ის მდგომარეობა, სადაც T არის უცვლელი კონსტანტა. ხო? შესაბამისად, ეს T თუ კონსტანტა არის, R გაზების უნივერსალური მუდმივაც კონსტანტაა და მოცემული მასის იდეალური აირიო, შესაბამისად, ნივთიერების რაოდენობაც მუდმივი ყოფილა. შესაბამისად, მარჯვენა მხარეს არსებული გამოსახულება მთლიანად არის მუდმივი და მოდით C-ი ავნიშნოთ. საიდანაც რა გამოგვივა, ნახეთ, PV ტოლი გამოგვივა C-ი კონსტანტის, საიდანაც PSV-ზე დამოკიდებულებას ექნება შემდეგი სახით, კონსტანტა გაყოფილი V-ზე. ეხლა ეს არის Y უდრის 1 გაყოფილი X ტიპის ფუნქცია, ხო? ოღონდ Y-ის როლში გვაქვს ცნება და X-ის როლში გვაქვს მოცულობა, მეტი არაფერი. ნუ ამ ფუნქციებს მათემატიკაში ვეძახით ჩვენ ჰიპერბოლებს, ხო? მაგრამ ჩვენ შემთხვევაში, რადგანაც Y ღერძზე გადაზომილი გვაქვს P, ხოლო X ღერძზე V, ეს გრაფიკები წარმოადგენენ იზოთერმებს. გამდინარე იქნება, რომ პროცესი არის იზოთერმული. შესაბამისად, აი ესეთი სახე იქნება, იზოთერმები რო დავხატოთ. ანუ ფაქტიურად დადის კითხვა იქამდე, თუ რომელ ორ წერტილში შეგვიძლია იზოთერმის გატარება, ხო? ეხლა პირველ მეოთხეში, მეორე მესამეში და მეორე მეოთხეში იზოთერმა ბუნებრივი ვერ გატარდება, ხო? ანუ დაკვირდით, აი აქ შეგვიძლია გავატაროთ ჩვენ იზოთერმა, ხო? აი ასე. შესაბამისად, რას ვასწავლით, რომ პირველ და მესამე მდგომარეობაში ტემპერატურა ყოფილა ერთი და იგივე. პასუხი B.